რა არის ფსიქოთერაპიის მიზანი, რა ხანგრძლივობით გრძელდება ფსიქოთერაპია და რა ფუნქცია აქვს ფსიქოთერაპევტს თერაპიულ პროცესში, რით განსხვავდება ის მეგობრისგან ან სხვა გამოცდილი ადამიანისგან, რომელიც ასევე რჩევებს გვაძლევს. ფსიქოთერაპიული პროცესი ეს არის გზა, რომელსაც კლიენტი და თერაპევტი ერთად გადიან არსებული მდგომარეობიდან სასურველი მდგომარეობისკენ. ფსიქოთერაპიის ამოცანა არის დასაწყისში გაარკვიოს რა არის კლიენტის არსებული მდგომარეობა, რა არის მისი სასურველი მდგომარეობა და რა უშლის ხელს გადასვლაში, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენი განვითარება ზუსტად ამ სქემით მიმდინარეობს. წარმოვიდგენთ სასურველ მდგომარეობას და ვიწყებთ მისკენ სვლას. ზუსტად ის, რაც გვიშლის ხელს, შეიძლება იყოს ან ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური მიზეზებით გამოწვეული. ფიზიკური მიზეზები, როგორიც არის ფული, დროის უქონლობა და ბევრი სხვა რამ, შეიძლება ფიზიკურ რეალობაში მოგვარდეს, თუმცა ფსიქოლოგიური მიზეზები, როგორიც არის ფსიქოემოციური მდგომარეობა, შიში, მზაობის ნაკლებობა, შედეგის მიღების შეუძლებლობა და ბევრი სხვა რამ, დაკავშირებულია იმ რწმენა წარმოდგენებზე და იმ ცოდნაზე, რომელიც ადამიანს აქამდე ჰქონდა ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე. ზუსტად აქ ფსიქოთერაპევტის როლი იკვეთება. ფსიქოთერაპევტი ეხმარება ადამიანს იმის გარკვევაში, თუ რამდენად არის ის, რაც მას უნდა, რეალურად ის, რაც უნდა. რადგან ძალიან ხშირად ეს სასურველი რეალობა არის ან თავსმოხვეული, ან ილუზორული და ამ შემთხვევაში მისი მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია და საკუთარ თავზე ძალადობას წარმოადგენს. ამასთან ერთად თერაპევტი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ეხმარება კლიენტს იმ შეზღუდვების აღმოჩენაში და გადამუშავებაში, რომელიც ნაბიჯის გადადგმაში უშლის ხელს და ამ გზის განმავლობაში არის ერთგვარი მხარდამჭერი ადამიანი, რომელიც არანაირ რჩევას არ აძლევს, არამედ აძლიერებს მის შინაგან რწმენას და იმპულსებს იმაში, რომ ის გზა გავლადია და ეხმარება ამ გზის გავლისთვის აუცილებელი რესურსების აღმოჩენა და შენარჩუნებაში. ფსიქოთერაპიის მთავარი ამოცანა არის ადამიანის კეთილდღეობა, ზუსტად ასევე როგორც შეიძლება თქვენი მეგობრის ამოცანა იყოს მაშინ, როდესაც ის რჩევას გაძლევთ, თუმცა თვითონ ჩართულობა და პროცესი ძალიან განსხვავდება. და ბოლო კითხვა, რა დრო ჭირდება ადამიანს შედეგის მისაღებად? ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული ამ კითხვაზე პასუხი, ამიტომ როგორც წესი ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები ვერ ცემენ პასუხს ამ კითხვას. შედეგის დრო დამოკიდებულია კლიენტის მზაობაზე მიიღოს ცვლილებები და თვალი გაუსწოროს იმ გარკვეულ დაბრკოლებებს, რომელიც მას აქვს ქვეცნობიერის დონეზე, ასევე დამოკიდებულია შინაგან ტემპზე მიიღო გარკვეული ცვლილებები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თვითონ ის განცდები და ამ განცდების მიღების შესაძლებლობა, რომელიც კლიენტს ყოველი სესიის შემდეგ აქვს. თუ თქვენ გარკვეული პერიოდი დადიხართ თერაპიაზე და არანაირ ცვლილებას არ გრძნობთ, ესე იგი რაღაცა მიდის არასწორად და აუცილებლად გაუზიარეთ თქვენი განცდები თერაპევტს. ყოველი სესიის შემდეგ პატარა ცვლილება უნდა ხდებოდეს. უნდა გქონდეთ განსხვავებული აღქმა, განსხვავებული ხედვა, განსხვავებული დამოკიდებულება ან შეგრძნებები იმ თემასთან დაკავშირებით, რომელზეც მუშაობთ თერაპევტთან ერთად. და აქედან გამომდინარე, ყოველ ნაბიჯზე ამ გზის თერაპევტი გეხმარებათ ამ ცვლილებების შემჩნევაში, მიღებაში და ახალი ნაბიჯების დასახვაში. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს.